მოგესალმებით, ვაგრძელებთ პროექტს სპექტაკლის შემდეგ. ეს პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ხელშეწყობით ხორციელდება და სივრცეს გადაღებებისთვის გვითმობს თუმანიშვილის თეატრი, რისთვისაც მადლობას ვუხდით თეატრის ხელმძღვანელობას. დღეს გვინდა ვისაუბროთ სპექტაკლზე, რომელიც დაიდგა თბილისში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ფაქტობრივად ეს წარმოდგენა გახლავთ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის მესამე კურსელთა საკურსო ნამუშევარი. ამ ჯგუფის ხელმძღვანელი არის დიმიტრი ღვთისიაშვილი, ხოლო სტუდენტებთან იმუშავა რეჟისორმა გიორგი სულთანიშვილმა. ამავდროულად წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს, დღევანდელი ვლოგის კოლეგებს, თამთა ქაჯაიას და ანასტასია ჩერნეცოვას. მოგესალმებით, მადლობა, რომ მონაწილეობას იღებთ ვლოგში. და ვისაუბროთ ამ წარმოდგენაზე, ფაქტობრივად ჩვენ ძალიან ვიკავებთ თავს ხოლმე შეფასებებისგან, როცა არის სტუდენტური ნამუშევარი, მაგრამ ეს სპექტაკლი ისე გახმაურდა, იმიტომ რომ დაიწერა 5-ზე მეტი რეცენზია და მე მგონი კიდე სხვაებიც წერენ, უბრალოდ დროში გაიწელა. ბევრი გამოხმაურება იყო სოციალურ ქსელში, მითქმა-მოთქმა მაყურებელი დადის ამ სპექტაკლზე, ბილეთებს ვერ პოულობენ, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტური ნამუშევარია, მაინც ინტერესი ამ წარმოდგენის მიმართ არის, მაგრამ ტასოს უნდა ვკითხო, პირველად იცი რა, ტასო როგორ გქონია ამ პიესის, უბრალოდ კინოსცენარის მიხედვით დადგმული სიუჟეტი აღელვებს მაყურებელს და აინტერესებს თუ მსახიობების ნამუშევარი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე მგონია, რომ აქ ორი კომპონენტი დომინირებს, იმიტომ რომ პირველ რიგში კი ჩვენ ვიცით, რომ არაერთ თბილისის თუ რეგიონის თეატრში არის დადგმული ჯენოვეზას სცენარის მიხედვით სპექტაკლები და ყოველთვის დიდი პოპულარობის სარგებლობდა მაყურებლის მხრიდან და ასევე სპექტაკლში მონაწილე არაერთი მსახიობი დღეს სხვადასხვა დადგმების საშუალებით არის ასე თუ ისე პოპულარული და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მსახიობების გულისთვისაც მოდიან ამ სპექტაკლის სანახავად. თამთა შენ როცა სპექტაკლი ნახე ჩემზე ადრე გამიზიარე რომ ძალიან საინტერესო და კარგი დადგმარი და მაყოფილი იყავი სტუდენტების ნამუშევარით. როგორ გაართვეს თავი და აი რა მოგხიბლა ამ სპექტაკლში ყველაზე მეტად? მოგესალმებით. ჯერ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აი პირველი რაც თქვით თქვენ ლაშა, რომ ბევრი გამოხმაურება მოყვა. მოდი შევთანხმდეთ, რომ კრიტიკოსები ყოველთვის ლოიალურები არიან შედარებით უკვე ჩამოყალიბებულ და პროფესიონალურ მსახიობებთან შედარებით ვიდრე სტუდენტებთან. სტუდენტებს უფრო ვინდობთ, იმიტომ რომ მე ჯერ არც დაუმთავრებიათ ხო ხელობა არ შეუსწავლიათ ბოლომდე და ეს სპექტაკლი არის სპექტაკლი, რომელიც ვფიქრობ გიორგი სულთანიშვილმა მოარგო მთლიანად მსახიობებს. ანასტასიას ვეთანხმები, რომ რამდენიმე მსახიობი უკვე თამაშობს სხვადასხვა თეატრში. მაგრამ ამბავი რაც არის თვითონ ეს ხიბლავს მაყურებელს და თან ყველაფერს თავი დავანებად ეს ბავშვები ისე მუშაობენ, აი გულწრფელად ისე მუშაობდნენ, რომ აი მთელი სპექტაკლის განმავლობაში თვალი ვერ მოვწყვეტი. აი ნამდვილად ეტყობათ, რომ მე არ ვიცი რამდენი ხანი მუშაობდნენ, რა რესურსი დაჭირდათ და რა პერიოდი, მაგრამ აშკარად თითოეულ მათგანს გაშინაგნებული აქვს თავისი როლი. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იცით რა, საერთოდ როდესაც პედაგოგი ანაწილებს პიესას, ნაწარმოებს სტუდენტებთან, რა თქმა უნდა მოარგოს იმ ჯგუფს, ვისთანაც მას უწევს მუშაობა. თეატრშიც ესეა. ჰამლეტი მაშინ უნდა დადგა, როცა ყავს ჰამლეტის როლის შემსრულებელი. ეს ჰამლეტი ახლა მაგალითად თქვი, რიჩარდი იყოს თუ გინდა, თან რა ვიცი, ოტელო, უნდა ყავდეს ოტელოს და იაგოს და დეზდემონას როლის შემსრულებლები და ამ შემთხვევაში გიორგი სულთანიშვილმა თიმა ღვთისიაშვილთან ერთად ზუსტად ისეთი ნაწარმოები შეარჩიეს, რომელიც სამუშაოთაც იქნებოდა ძალიან საინტერესო ბავშვებისთვის. ბავშვებს ბოდიში რო ეძახი მათ ხო სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ მაგრამ აი ეს ჯერ მოუთვინიერებლობა ამ ახალგაზრდებს სცენაზეც ეთყობათ, დაუღვინებლობა, ისინი ხო მათ ურწევთ გარდასახვა ითამაშონ
ისეთი ადამიანების როლები, რომლებიც არიან ცოლ-ქმარი, ბევრს ას გამოცდილება არ აქვს, ხო? მათ ყავთ შვილი და შეიძლება რეალურ ცხოვრებაში მათ შვილი არ ყავდეთ, ხო? და უწევთ ამის შესრულება და ის რომ მიაღწიეს აი ამ სცენურ სიმართლეს, რასაც ვეძახით, რომ ყველაფერს ვიჯერებთ მაყურებელი, ხო? თუმცა მე მაინც მომეჩვენა, რომ რაღაც მომენტებში აი დაღვინება არტისტებს აკლიათ, როდესაც ისინი დრამატულ ეპიზოდებს თამაშობენ და როცა ხმის ტონს უწევენ, აი მაშინ ძალიან ჭინტად მომეჩვენა. ჩვენ წეგან აღნიშნე რომ მე ადრე ვნახე სპექტაკლი, ვიდრე თქვენ უკვე დაწერილი იყო რამდენიმე რეცენზია, გამოხმაურებად ისეთი კარგი. ეხლა მე რო გითხოთ შეიძლება? კი ბატონო. რამდენად მნიშვნელოვანია და თამაშობს უკვე შექმნილი განწყობა კრიტიკოსზე? მუშაობს ეს განწყობა ჩემი აზრით, რა ვიცი, გამოცდილება მაჩვენა რომ მაინც ზოგჯერ როდესაც ძალიან აქებენ წარმოდგენას კრიტიკოსები, ზოგადად მაყურებელი, მიდიხარ მე ამ წარმოდგენაზე და იმედები გიცრუდება, იმიტომ რომ მოლოდინი მოლოდინი შეიქმნა უკვე და ამიტომ რაღაცა სხვა გადასახედიდან უყურებს სპექტაკლს და ესეთიც ყოფილა შემთხვევა, როდესაც ძალიან გაუკრიტიკებიათ წარმოდგენა, მიფიქრია რომ ამაზე უარესი ბევრი სპექტაკლი გვინახავს და ესეთი ცუდი რეაქცია მაყურებელში არ მოყოლია თქო. ყოფილა ეგეთ შემთხვევა კი. და ვფიქრობ რომ აი თქვენი შეფასება რაც იყო ხანდახან ემართებათ მარტო სტუდენტებს არა მსახიობებს რომ როდესაც ბევრი გამოხმაურება მოყვება კარგი შეფასება მე რაღაცა დუნდებიან ანუ თითქოს მგონია და ისე აღარ არიან აი თითქოს მოტივირებულები დასო შენ კარგად იცნობ იმ სტუდენტებს რომელიც ამ სპექტაკლში იღებენ მონაწილეობას გინახავს სხვადასხვა თეატრის სცენაზე და მაინტერესებს შექმნეს თუ არა განსხვავებული სახეები და გამოავლინეს თუ არა ხელობის ფლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე. დიახ, ამ სახიობების უმეტესი ნაწილი სხვადასხვა თეატრის სცენაზე მყავს ნანახი და უმეტესობა მაინც განსხვავებული მხატვრული სახე შექმნა და შტამპებისგან მეტნაკლებად უმეტესობა დაცლილი იყო. იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად ერთ-ერთი მსახიობი თავის პერსონაჟს იმეორებდა სხვა სპექტაკლით, აი თავისი გრივასით, გამომეტყველებით, მოძრაობებით, მაგრამ აი ეს ისეთი იშვიათი შემთხვევა იყო. და რა არის მთავარი შენთვის ამ კონკრეტულ სპექტაკლში? აი მხატვრული ხარისხის თვალსაზრისით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? რაც დაგრჩა და გამოყვა, გარდა იმისა, რომ ამბავი კარგად გაათამაშეს არტისტებმა. სამსახიობო შესრულება აქ ყველანაირად იყო წამყვანი და შესაბამისად შთაბეჭდილება პირველ რიგში მოდის მათი შესრულებიდან გამომდინარე. და იცით მე ვიტყვი რა დავამატებ, რომ გულწრფელები არიან და ლაღები არიან. აი ეტყობათ, რომ ჯერ აი ახალადგმული არიან და ახალფეხადგმულები არიან და ნამდვილად, იმიტომ რომ მე წინა რიგში ვიჯექი და თან აქვს რაღაცა სცენები, როდესაც ჩამოდიან პარტერში და აი ძალიან ახლოს ვუყურავდი და ძალიან გულწრფელები და ისიც გამაჯერებლები და ლაღები არიან, მაინც ჯერჯერობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს სტუდენტის საკურსო ნამუშევარზე, როცა ვლაპარაკობთ, თავარი არის იქ სტუდენტი, რომ სპექტაკლში გამოვლინდეს რა ისწავლეს მათ 3 და 4 წლის განმავლობაში, ხო? ამიტომ მეორე ხარისხოვანი ხდება სცენოგრაფია, ქორეოგრაფია, რეჟისორიც კი, უბრალოდ მიზანსცენებიც ფაქტობრივად უმნიშვნელოა, ანუ რას გულისხმობ, იმიტომ რომ თლიანი დატვირთვა აი ამიტომ შემეკუნა, რომ მიდის მსახიობებს რეჟისორისგანაც. ნუ რაღაცა აქვთ იქ ხა თეჯირი გამჭვირვალე, სადაც ჭრდილებია, ბუშტები, რაღაცა მაგრამ ძირითადად მაინც, ანუ ამბავი რის გარშემო ტრდება, მსახიობები არიან, ანუ აი ყველაფერში ეს ფოკუსირებულები. კი ბატონო. ბუნებრივია ჩვენ არ დავიწყებთ ამ წარმოდგენის შინაარსის მოყოლას, არ მგონია ეს სწორი, მით უმეტეს ფილმი ყველა მიცის, თან არაერთხელ ყოფილა ეს სცენარი განხორციელებული სხვადასხვა თეატრში, მათ შორის თბილისის თეატრებშიც.
ახალთია გულისხმობ ამ შემთხვევაში მაყურებელი ყოველთვის ყავდა, ამიტომ რა პრობლემებია წამოჭრილი, ამაზე არ ვისაუბროთ. მოდი ვისაუბროთ, როგორ აკეთებენ ამას მსახიობები და რომელ მსახიობებს გამოყოფთი შენ. მაგალითად გამოყოფდი მე როკოსა და ევას შემსრულებელს, ცოლ-ქმარს, ვინც თამაშობს, რომლებსაც შვილი ყავთ. მე ვთვლი, რომ ორგანულად ითავისებს ორივე მსახიობი, ლალიკო ხრეკენაშვილი და ალექსანდრე შარაპიძე ამ ცოლ-ქმრის და მშობლების როლს. აი აბსოლუტურად დამაჯერებლები არიან. და შენ რომელ მსახიობებს გამოყოფთ? აი ეს ცოლ-ქმარი მინდა გამოვყო, ასე მინდა გამოვყო ნიკუშა ხრიკული და ნიკა ჭკადუა, რომელიც ძალიან კარგად ასრულებს. საერთოდ იცით რა არის, აი ხა გულწრფად რო გითხრათ, ყველა თავისებურად ართმევს ანუ თავის როლს, მაგრამ ყველაზე აი ესეთი სუყე ნაწილი რაც აქვს, ეს ევას და როკოს შემსრულებელს აქვს. რაც შეეხება აი ამ ჩრდილების ეფექტის გამოყენებას, რომელიც მუშაობს, სადაც გიორგი სულთანიშვილი როგორც რეჟისორი ჩანს, ის უკვე, იმიტომ რომ ამ მსახიობებთან იმუშავა და ძალიან სწორად ააგო ხო მიზანსცენები, არ არის ისეთი პაუზები სცენაზე, ჩავარდნილი ეპიზოდები, არ გწყინდება მუდმივად, დინამიკა არის. რეჟისურა ამ სპექტაკლში არის მინიმალისტურად, მაგრამ როგორც თქვენ ახსენეთ, მაინც იკვეთება სხვა სარეჟისორო ხერხი. და საკმარისია გავიხსენოთ მთვარის დაბნელების სცენა, როდესაც ყველა პერსონაჟი არის ტელეფონში ჩამძვრალი და მარტო ნიკა ჭკადუას პეპე პოეტურად გაცქერის ამ მთვარეს და ჩაფიქრებულია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ პერსონაჟის გარდა ყველა ყალბდა ინსტაგრამულ ცხოვრებას ეწევა. კი, ესეც მნიშვნელოვანია და ამით აქტუალურ პრობლემას ეხმიანება და რაც მთავარია სტუდენტები ამ შემთხვევაში არიან ძალიან ორგანულები და ეს ძალიან დასაფასებელია. კი ბატონო. ურჩევთ მაყურებელს. აუცილებლად. ის ჩვენ რჩევაში სჭირდება ისედაც ბევრი მაყურებელი ხავს მოზარდ მაყურებელთა თეატრში ამ წარმოდგენას უცნობები, ვისაც არ გინახავთ აუცილებლად ნახეთ გარდა იმისა, რომ გაერთობით ძალიან ბევრ საინტერესო ლაღ ნიჭიერ ახალგაზრდა მსახიობს ნახავთ სცენაზე და აღმოაჩენთ მათ ხელახლა და საკუთარ თავებსაც აღმოაჩენთ. მინდა გითხრათ. ასე რომ დიდი მადლობა. რომ მონაწილეობას იღებთ ჩვენს ბლოგში, მონაწილეობდნენ ამ დისკუსიაში თამთაკაჯაია და ანასტასია ჩერნეცოვა. საუბრობდით მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლზე უცნობები. ეს პროექტი დაფინანსებულია კულტურის სამინისტროს მიერ. დროებით გემშვიდობებით.